საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ დამოუკიდებლობის ბაზარს ტაბულაზე ჩვენი სტუმარია ოთარ ყარალაშვილი თბილისის წიგნის დღეების მომავალი ფესტივალის და რა ფესტივალია ეს ბუნებრივია გეტყვით ორგანიზატორი და თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი. გამარჯობა, მადლობა ჩვენი სტუმარი ხართ. მეოხსენე ფესტივალი და ამ ამბის გაგება იყო ბიძგი იმისთვის რომ გველაპარაკა ამ გადაცემაში. ეხლა როცა თბილისის წიგნის ფესტივალს ერთად ახსენებ, ბუნებრივია მოდის ასოციაციურად და სრულად კანონზომიერად თბილისის წიგნის ფესტივალი, რომელიც გაიმართა მე-16 წელს და რომელიც შეიძლება ფორმით არა, მაგრამ არსით ფესტივალი, იმიტომ რომ ადამიანებს უხარიათ იქ მისვლა და ეზეიმებათ ასე. თუმცა შეიძლება ზეიმისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ატმოსფერო იყოს და არა ეროზებული ღონისძიებები, ხო, რაც იქ ხდება. ძირითადად მაინც ყიდვა-გაყიდვა ხდება ხოლმე. აი ჩდება მეორე ფესტივალი, თბილისის წიგნის დღეები, სადაც არც გაყიდვაზე რამდენად არის ლაპარაკი. მაგრამ სადაც გამოცხადებული რომ მიზანი ეს არის წიგნის დიზაინის და ილუსტრაციის განვითარების ხელშეწყობა, ერთ-ერთი მიზანი. ხო, ვინაიდან ჩვენ ვაორგანიზებთ და ჩვენ კიდე ამაზე ვზრუნავთ, ვიზუალურ მხარეზე, ამიტომ წელს აქცენტი ამაზე იქნება კი. ერთი ეგეთი კითხვა მაქვს, წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია მშვენიერი ფესტივალს აჯობს, მაგრამ ფუფუნებად ხო არ ჩანს ჯერ ჩვენთვის. აი ამაზე ზრუნვა, ამაზე კონცენტრირება. ფუფუნებად ხო არ შეიძლება მოეჩვენოს საზოგადოების დიდ ნაწილს აიმისოთ, რომ ეხლა რა უნდა იყოს წიგნის დიზაინზე, რა უნდა მიჩვენოს საჯაროდ ისეთი, რომ მე გულმა გამეწიოს იქით. ბევრ რამეს გიჩვენებ, ძალიან საინტერესოს. იცი რა არის, დათო, ჯერ მინდა რეაქცია გავაკეთო ამ წიგნის ფესტივალთან რა მიმართებაშია ეს ყველაფერი. წიგნის ფესტივალი მართლაც ტარდება უკვე მართლა არ ვიცი ამდენი, მაგრამ ერთი წელი ჩავარდა და ხო 17 წლის წინ დაიწყო. ბევრი წელია. 17-ში დაიწყო. და თავისი არსით ეს უფრო არის ის, რასაც ეძახიან წიგნის ბაზრობას, ბუკფეა. ანუ ფრანკფურტის თქვა წიგნის ბაზრობას, ქვია ბაზრობა. ეს არის გამომცემლების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც ხდება კომერციული საქმიანობა. ეს არის უფლებების გაყიდვა, ეს არის მებითუმეებთან ურთიერთობა, ეს არის თქვა ხო, პირდაპირი გაყიდვა. ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არის მცდელობა იმისი, რომ ამას დაემატოს ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ესეთი ღონისძიებებისთვის არის საჭირო. ეს არის ჩვენება ხარისხის. ჩვენება იმისი ამ სფეროში რა მიღწევები არსებობს, რა ხდება საინტერესო, ანუ ფუნქცია არის არა მარტო ის, რომ ვთქვათ, ხო, დამთვალიერებელი. ამ სფეროში პოლიგრაფიაში, ილუსტრაციაში, იცი რა, საზოგადოდ ყველა სფეროში, ანუ ვთქვათ, თუ კი არსებობს კარტოგრაფიაში ახალი განვითარება რაღაცა, ან ვთქვათ ელექტრონული წიგნების სფეროში რაღაც ახალი ტენდენციები, რაღაცა საინტერესო ახალი პროდუქტები, ახალი ანუ აი ამ ყველაფრის დემონსტრირება შოუ არის ესა, უნდა ხდებოდეს. ნუ ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გვაქვს წიგნის ხელოვნების ცენტრი. რაც ასევე გამარტებას საჭიროებს, რას ვეძახით წიგნის ცენტრი არა, წიგნის და ხელოვნების შეწყვილება საჭიროებს. აი წიგნის და ხელოვნების ხო. ეხლა მანდ არის ესეთი სიტუაცია, რომ ეხა ისეთი განვითარება ამით უმეტეს, რომ ეხა წიგნი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მატარებელი. და წიგნი როგორც ობიექტი არის ფიზიკური ობიექტია, ხელში გიჭირავს. იმას აქვს წონა, იმას აქვს თქვათ, აი ფურცელს რო ფურცლავ, ხო, ეს ფურცელი პრიალებს თუ არა, ადვილად იშლება თუ არა, ხელით რა შეგრძნებები გაქვს, სუნი რა აქვს. ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. გასაყიდად. და არა მარტო. იცი რა, მოსახმარად. აი რო ხმარობ თქვათ, ხო, ძალიან მძიმე წიგნი, თქვათ, ან წიგნი რომელიც ძნელად იფურცლება, გქონია ალბათ შემთხვევა, აი გიჭირავს წიგნი და თითები გერლება იმისი, რომ ეს ღიად დაიჭირო. ხო, ეს ყველაფერი არის ისეთი რაღაცეები, რასაც მაინდა-მაინც ყურადღება ჩვენთან არ ექცევა. არა და ძალიან არსებითი მნიშვნელობა აქვს. მეორე არის მაგალითად, ეხლა ვიწყებ ძალიან დაბალი, ანუ ელემენტარული დონიდან. მაგალითად მე მქონია შემთხვევა, როდესაც წამიკითხავს რომანი და მიფიქრია, რომ აუ ეს მწერალი რა მძიმედ წერს.
და რა ძნელი საკითხავია. სინამდვილეში ეგნის ბრალი ყოფილა. აუცილებლად ეს არის სინამდვილეში რა, რომ დაკაბადონება თუ არის ცუდი, თვალი რომ მიდის აი სტრიქონის ბოლოში, მე რომ გადახდეს შემდეგ სტრიქონზე ადვილად იპოვოს და გააგრძელოს. აი ეს კითხვის პროცესი თუა გართულებული, შენ შეიძლება ერთი და იმავე სტრიქონის წაკითხვა სამჯერ მოგიწიოს და შთაბეჭდილება რჩება, რომ ტექსტია მძიმე. სინამდვილეში ტექსტი კი არ არის მძიმე, კითხვის პროცესია ძნელი. ესეთ რაღაცებს ძალიან არსებითი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისაც როდინდელი დაკვირვებებია. მე არ გულისხმობ შენს დაკვირვებებს, გულისხმობ აი ამაზე როდის დაფიქრდები. ნუ რა ვიცი, ესე იგი მე მგონია რომ შუა საუკუნეებში, როდესაც აი ხელნაწერები კეთდებოდა, უკვე ამაზე ფიქრობდნენ. და ის რომ გაადვილებაზე და მიმზიდველობაზე? რა თქმა უნდა, არსებობდა შუა საუკუნეებრივი კანონები. ამ კანონების მიხედვით იყო ოქროს კვეთაზე იყო აღებული პროპორციები წიგნების. სიხსენებ ცხადი არ ჭერია ხელში შუა საუკუნეების ხელნაწერი აქ ლაპარაკია. ხელში არ მჭერია, მაგრამ ნახვით ბევრი მინახავს. და რა თქმა უნდა, ანუ ამ ვიზუალურ მხარეს აქვს წიგნი არის როგორც ფილმი. როცა ფუფუნება სიტყვა ვახსენე, გულისხმობდი იმას, რომ ჩვენში, საქართველოს გულისხმობ, წიგნი უწინარესად ეს მაინც არის დაწერილი ტექსტი. ეს არ არის ვიზუალური ტექსტი, ხო, უფრო წერილობითი ტექსტი, ასოებია რა, ასე ვთქვათ. და შედარებით ახალი ტრადიცია არის, ან ახალი მიმართულება. კი, ალბომები ყოველთვის გამოდიოდა საქართველოში, ვერ ვიტყვი რომ მაღალი დონისა იყო, მაგრამ რაც შეეძლო საბჭოთა პერიოდში გამოდიოდა. ეხლაც გამოდის, არის რამდენიმე გამომცემლობა, რომელიც ალბომებს გამოსცემს. მაგრამ თუ კი ჩვენ ლაპარაკობთ რაღაცა სიახლეზე ახლა, მოდი ეს რაღაცა ამ სიტყვა რაღაცას კონკრეტული შინაარსი მივცე და რა სიახლეა ისიც ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ წიგნის დიზაინზე, წიგნის ხელოვნებაზე საუბრისას ჩვენ ლაპარაკობთ ალბომებზე, და ამ დროს ასე არ არის. არამც და არამც. ჩვენ ლაპარაკობთ, იცი რა, დათო, აი როგორ გითხრა რა, წიგნი ჩემთვის არის როგორც კინო. ძალიან გავს ფილმს თავისი სტრუქტურით. ანუ ბევრი კომპონენტისგან შედგება. ისევე როგორც ფილმში მნიშვნელობა აქვს მონტაჟს, მნიშვნელობა აქვს რეჟისურას, მნიშვნელობა აქვს ოპერატორის ნამუშევარს, მნიშვნელობა აქვს ხმას და ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის. და თუ კი ამ ყველა თითოეულ კომპონენტს ხარისხი არ აქვს, პროდუქტი როგორც პროდუქტი არ ვარგა. ჩვენთან კი მართლა ასეა, წიგნი არის აღქმული მხოლოდ როგორც ტექსტური ინფორმაციის. როგორც ტექსტური. ეს არის ძალიან რუსული ტრადიცია. იმიტომ რომ ფაქტიურად აი რუსული კულტურა ძალიან ტექსტზე კონცენტრირებული ორიენტირებული კულტურაა და მთელი საბჭოთა კავშირიდან ან წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აი ტექსტი უნდა იყოს ბევრი და ეგ არის ფასეულობა წიგნის. ეს წამოყვა ჩვენ, მაშინ როცა ჩვენ ქართველები სინამდვილეში ესეთი ტიპები არა ვართ. ჩვენ უფრო ვიზუალურ რაღაცებს კარგად აღვიქვავთ, მაგრამ ეხლა ჩვენ რას ვაჩვენებთ? მთავარი აქცენტი რაც ჩვენ გვექნება, ეს არის საბავშვო ილუსტრაცია. საბავშვო ილუსტრაციაში აი ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა წინ საქართველოში. არ დაგავიწყდეთ რაზე მსჯელობთ, მაგრამ მინდა ვიკითხო რატომ საბავშვო ილუსტრაცია. იმიტომ რომ გაყიდვები აჩვენებს საბავშვო წიგნებზე არის განსაკუთრებული მოთხოვნილება, მშობლებს ჯერ კიდევ ეგულებათ საბავშვო წიგნი თავიანთი ბავშვებისთვისაც, კარგ საჩუქრად და ამიტომაც ეს სეგმენტი წიგნის გაყიდვებში ყველაზე წარმატებულია, თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზია. იცია, ყველაზე უფრო თვალნათლივ უბრალოდ, აი ვთქვათ ვიზუალური მხარე, აი ვთქვათ რომანი როგორ არის გაფორმებული. რაც უკეთ არის, ვთქვათ, გაკეთებული რომანის დიზაინი, მით ნაკლებად ჩანს. ანუ დიზაინი ხელს არ უნდა გიშლიდეს ტექსტის აღქმაში. ამიტომ რაც უფრო ნაკლებად თვალში საცემია და რაც უფრო თვალი ვერ ამჩნევს და უბრალოდ ადვილად კითხულობ ტექსტს, მით უკეთესია დიზაინი. ამიტომ ამის დემონსტრირება ცოტა ძნელია. მაშინ, როდესაც ილუსტრაციაზე რო ლაპარაკობთ, იქ პირიქით, იქ მთავარი შინაარსი არის ვიზუალური. და ამ თავარი შინაარსის დემონსტრირება შეგვიძლია. ამით არის საინტერესო. კარგი მასალა არის საჩვენებლად იმისი. ჯერ ერთი. მეორე მხრივ მნიშვნელოვანი სფეროა, საბავშვო წიგნები ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ხალხის კულტურისთვის. მესამე ის არის, რომ რესურსი გვყავს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ილუსტრატორები. ეხლა გვექნება გამოფენა მაგალითად 40-მდე ქართველი ახალგაზრდა ილუსტრატორის. ახალგაზრდა 30 წლამდე. დაახლოებით ხო, 30 წლამდე ასაკის.
და ეს არის ისეთი ხალხია, რომლებიც აი სრულიად კონკურენტუნარიანები არიან მსოფლიო ბაზარზე და ეს დადასტურებულია, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა გამოფენები ლაიფციგში, ჩვენ გქონდა გამოფენა ლაიფციგში, ფრანკფურტში, კიევში ვიყავით, ლონდონში ვიყავით, პოლონიაში ვიყავით. წიგნის ილუსტრაცია და დიზაინი რომ განავითარო, ამაში ჩაბმულ ადამიანებს ინტერესი უნდა ქონდეს ეს მარტო ჰობი და სულის ძახილის გამოპასუხება ვერ იქნება, რაცა ფულსაც უნდა გაძლევდეს, როცა მუშაობ ამაში. იცი არის, ეხლა მან რა არის, ეხლა რას ეყრდნობი? როდესაც ლაპარაკი არის ადგილობრივ ბაზარზე და ადგილობრივ მომხმარებელზე, ხო? აქაც ეხლა ეს სურათებიანი წიგნი როგორც ჟანრი ახალი რამეა. საქართველოსთვის აი ესე პირდაპირ. თუმცა რა თქმა უნდა დასურათებული წიგნები იყო, მაგრამ ისეთი წიგნები, სადაც აი ილუსტრაცია არის მთავარი კომპონენტი. ძნელად იყიდება ქართულ ბაზარზე. ძნელად იყიდება, იმიტომ რომ ის თუ აი რა ფასეულობა აქვს ამას, რატო ეს მნიშვნელოვანი? არ არის თავისთავად ცხადი, ეს არა გვაქვს ხანგრძლივი ტრადიცია, ისეთი რომ აი ნებისმიერი მშობლისთვის თავისთავად ცხადი იყოს, რომ სურათებიანი წიგნი არის საჭირო. და ამას დრო ჭირდება და ჩვენ გვინდა სწორედ ამ ჩვენი ფესტივალით გვინდა ამისი აქტივაცია. ჩვენ გვინდა ფაქტიურად ამ ფესტივალით დავანახოთ ხალხს ჯადო იმისი რას ნიშნავს სილამაზე. 10 გამოფენა იქნება, როგორც ვიცი. ბევრი გამოფენა იქნება, ხო. იცი როგორ არის ილუსტრაციის გამოფენები გვექნება 3. ერთი ეს არის ქართული ილუსტრაცია, ძალიან წარმომადგენლობითი, ბევრი ძალიან კარგი ახალგაზრდა ილუსტრატორი. თანამედროვე, სულ ახლები. ჩემთვისაც კი გასაკვირი იყო, როდესაც დავიწყეთ ამისი ორგანიზება, დავიწყეთ ძრომეალი და ძებნა ვინ არის ახალგაზრდა ილუსტრატორები და გარდა ჩემი ჯგუფისა, რომელშიც არის 15-20 კაცია, ვინც მუშაობს და ძალიან კარგი ილუსტრატორები ყავს აი წიგნის ხელოვნების ცენტრში. ამას გარდა კიდე გარეთ აღმოჩნდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა. მეორე არის უკრაინიდან გამოფენა. უკრაინაში არის ესეთი ახალგაზრდა ილუსტრატორთა კლუბი. და შარშან ვიყავი მე კიევში წიგნის არსენალზე, რომელიც არის დიდი ფესტივალი, ძალიან კარგი, ამაზე მე მოვყვები კიდე. და იქ გავიცანი ესენი. და მათი მუშაობის მიმართულება ძალიან გავს ჩვენსას. ესენიც არის ახალგაზრდა ილუსტრატორების ჯგუფია, რომლებიც ცდილობენ რომ განვითარდნენ და საინტერესო რაღაცები აკეთონ. მათი გამოფენა იქნება ირანელ ილუსტრატორთა გამოფენა, რაც არის ძალიან ძლიერი სკოლა, ირანული სკოლა, იმიტომ რომ ეფუძნება ირანულ ტრადიციებს წიგნის, რომელიც არის მინიატურების ფანტასტიკური აბსოლუტურად. და მაგრამ ესენი არიან სრულიად თანამედროვე მხატვრები და მიუხედავად ასე ვთქვათ ირანის თითქოს კულტურული მოწყვეტილობისა, გრიალებენ მსოფლიოში. ანუ მთელი აი ეს მაგათი ეს მოძრავი გამოფენები ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი აქვს, სულ გარეთ არის. ანუ ეხლა დანიაშია დიდი გამოფენა, იმის ჩამოტანას ვერ ვასწრებთ, მეორე გამოფენა კიდევ ბრაზილიაში თუ რაღაცა. ანუ სოფლიოში არის ცნობილი და ყველა დიდ კონკურსზე. საბავშვო ილუსტრაციებზე. საბავშვო ილუსტრაცია. ამათი გამოფენა გვექნება საგანგებო ჩვენთვის მოწყობილი, ძალიან კარგი და მოხსენებაც ამას. ეს რაც შეეხება ილუსტრაციას. ამას გარდა გვექნება ერთი რამინა გავიხსენე და სხვა ტიპის სხვა გამოფენებზე გადახვალთ. წლევანდელ წიგნის ფესტივალზე იყო პირველად, როგორც მახსოვს, ცალკე პავილიონი ეკავა ექსპო ჯორჯიაში. უჩვეულო წიგნებს, ასე ხელნაკეთ წიგნებს, სადაც თავარი სწორედ ილუსტრაცია იყო, ტექსტი სულ არ მახსოვს იქ რა იყო, მაგრამ წიგნი ერთი უცხოთვალსა ჩემი თვალი უცხო იყო, უჭირდა ამისთვის წიგნი დაერქმია, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ არქმევდი, წიგნი არის ეს რა. და აი ეს რაც იყო ქართული ილუსტრატორების ნამუშევარი იყო, ყველა ამას რამე შეემატება ახალი პროდუქცია და თუ ეს ქართველი ილუსტრატორების ნამუშევარს შეემატება, ანუ ნაწილი იქნება იმ გამოფენიდან, რაც გქონდა, დაემატება ნაწილი, დაემატება ახალი ილუსტრატორები, ეს რაც შეეხება ილუსტრაციის გამოფენას. ამას გარდა, აი ეს მეორე რაც იქნება, ეს იქნება ექსპერიმენტული წიგნები. ეს დაახლოებით როგორი რაღაცაა, იცი და თუ აი როგორც მაღალი მოდა არის, აი ვთქვათ, შედარებით ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელს, ხო? ანუ ეს არის ტენდენციის და ტრენდის გამავითარებელი საქმიანობა, სადაც უბრალოდ ადამიანები, აი ბევრნი, ესენი არიან, ვთქვათ, ფილოსოფოსები, პოეტები, ესეისტები, მხატვრები, ფოტოგრაფები, არქიტექტორები, ურბანისტები, ესე იგი
ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომლებიც აკეთებენ ექსპერიმენტულ წიგნებს და წიგნს იყენებენ როგორც ფორმას სხვადასხვანაირი შინაარსების გამოსახატად. და ეს ფორმები არის ხშირად ძალიან მოულოდნელი. ძალიან მოულოდნელი ფორმები აქვს ამ წიგნებს. როგორია, იმისთვის აღწერა ჩვენება ჯობია, მაგრამ ჩვენება არ შეგვიძლია. იცი რა, ამისი დიდი გამოფენა გვექნება ძალიან. ბევრი თვალსაზრისით არის იცი უჩვეულო და ახალი და აი ექსპერიმენტული რამხრივ თქვათ აი რა მასალისგან არის გაკეთებული ბეჭდის ტიპი იცი რა ბევრნაირი ანუ ცხადია ქაღალდია ძირითადი მაგრამ თქვათ როგორ გამოიყენ ნაჭერიც მუყაოც თქვათ გამჭვირვალე ფურცლებს მაგრამ ეს ყველაფერი არის შინაარსზე აწყობილი მე მეორე არის თქვათ როგორ ხდება ამისი ტირაჟირება. ესენი როგორც წესი არის ლიმიტირებული გამოცემები, ანუ პატარა ტირაჟით გამოდის და იქ არის სრულად ფანტასტიკური გამოყენება, აი ვთქვათ ისეთი ტექნოლოგიების, როგორც არის ბრჩვეულებრივი ქსეროქსი ან რიზოგრაფი. ყველას გონია, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, რიზოგრაფი ნიშნავს აბალ ხარისხს. არ ნიშნავს. შეიძლება აი ძალიან იაფი ტექნოლოგიების გამოყენება სრულად ფანტასტიკური შედეგების მიღება. და მიმართულია იმაზე, რომ ფაქტიურად მთელია ეს სუბკულტურა არის ამოვარდნილი საგამომცემლო კომერციიდან. ანუ არის უშუალო გზა, აი, როდესაც მე რაღაცა მინდა ვიღაცას მივაწოდო მკითხველს. პირდაპირ უშუალოდ ვაკეთებ ამას. თვითონ ვუყურებ, თვითონ ვბეჭდავ და აი ზუსტად ხელით ვაკეთებ ყველა პროცესს. და ამის შედეგად რა მაგარი ფისოა. ამის შედეგად პირდაპირ მაგ გასასვლელი რა ეს ნიშნავს რომ ჩემზე არ მოქმედებს თქვა და ეს ინდუსტრიის მარკეტინგის და ეგეთი რაღაცების კანონები და მაგ შესაძლებლობა ძალიან თამამი იდეები გამახორციელო. შემდეგ იცი ამ იდეების განხორციელებაში მიდის რესურსი, მიდის დრო და რაღაცა უკუგება ცხოვრდა მე. გამოხატვის. ეს ამის მამოძრავებელი იგივეა, რაც მამოძრავებელია ნებისმიერი სახის ხელოვნების. ეს ნამდვილ ხელოვნებაზეა ლაპარაკი, ეს სუფთა სახით. და ეს ხელოვნების ფორმაა და ჩემი აზრით ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან დემოკრატიული ფორმაა. ანუ ეს არის ხელოვნების ნაწარმოები, რეალური, რომელიც შეგვიძლია ხელში აიღო და რომელიც არ ღირს ძვირი. რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ იყიდოს. და წაიღოს სახში და პირდაპირ ხელოვნება კონდეს ხელში და შემდეგ ეს ხელოვნება ცხადია, ეს მაღალი ხელოვნება ძალიან მაღლა წევს თამასას. გამოფენებსო დაუბრუნდეთ, შენ თქვი რომ ჩამოთვალე ილუსტრაციების გამოფენა რა იქნება? კიდე? აი გვექნება კიდევ აი ამ ექსპერიმენტული წიგნის გამოფენა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია მსოფლიოში, არის არაფორმალური ქსელები, აი ამ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ და ზოგი ეკვადორიდან არის, ზოგი ახალი ზელანდიიდან, ზოგი ფინეთიდან, ზოგი რუმინეთიდან. ავტორები ჩამოდიან თუ საქართველოდანაც. აი მაგალითად რა ვიცი, აი ხა ერთი მაგალითად ვიცი, რომ აი თოლია ასტალი, რომელიც ხა ბერლინშია, იმის წიგნები დევს აქ ამ ქსელში. ვიცი, რომ ჩვენი გაკეთებული ერთი ჟურნალი დევს იქა. ვიცი ჩემი უკრაინელი კოლეგებისგან, რომ მათი წიგნები იყიდება იქ აქტიურად. ეს არის უბრალოდ მთელი მსოფლიოდან. იქსად ბერლინში არის ესეთი წიგნის მაღაზია, რომელსაც ქვია მოტო. უბრალოდ ბერლინში არის მთავარი პუნქტი, მაგრამ აქვთ ვილნიუსში, კიევში, ტოკიოში, სამხრეთ კორეაში, მელბურნში გახსნეს ახლა. იმედი გვაქვს, რომ გაისად თბილისშიც გვექნება ესეთი ადგილი, სადაც იყიდება ესეთი უცხო წიგნები, რომელიც ძალიან საინტერესოა რა, რაღაც არაჩვეულებრივი ისა აქვს. ამათი გამოფენა გვექნება დიდი. მერე გვექნება გამოფენა ფოტოწიგნების. რაც ასევე ძალიან საინტერესოა. კიდევ მაგაზე გადავალთ, ერთი კითხვა მიჩნდება. წიგნის ქცევა ერთად იმისგან დამოუკიდებელ ერთეულად, რაც შეიძლება წიგნში ეწეროს, ხო? და შეიძლება არც არაფერი არ ეწეროს დაუშვათ და ეს არ იყოს, ან ტექსტი არ პირველადობდეს წიგნში. ეს ხო არ განაპირობა ტექსტების აი უაღრესმა მისაწვდომობამ, გულისხმობ ელექტრონული ხელსაწყოების გაჩენამ, რომელშიც შეიძლება 1000 წიგნი ჩადო და წიგნს მართლა გაუჩნდა რეალური კონკურენტი, როგორც მხოლოდ ტექსტის წარმოდგენიდან ირწ. კი. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ტექსტის, იცი რა, თვითონ ტექსტის
ფორმაც, ფუნქციაში და ძალიან შეიცვალა. დაახლოებით 2000-მდე წიგნი მაქვს, როგორც ასეთი თვითონ ნიფთი რა, რომელსაც 30 წელზე მეტი ხანია ვაგროვებ და ამ 2000-მდე წიგნს ბოლო 2 წლის მანძილზე სრულიად უფასოდ დავუმატე 1500 წიგნი. ხო, ოღონდ ელექტრონულ ხელსაწყოში ხო და მივხვდი რომ წიგნი ამ ტრადიციული წიგნი აღარ არის ის ნივთი იმ მნიშვნელობის იმ ისეთ სანატრელი აღარ არის რა. ძალიან მისაწვდომი გახდა. ეხლა დაუფიქრდით ხო რომ ლაპარაკობთ რომ როგორც ჩანს წიგნი თავისი ტრადიციული ჩვენ საქმეში არსებული ღირებულებით ვეღარ ეჯიბრება ელექტრონულ ტექსტებს და ირჩევს რაღაცა სხვა გზას საიმისოდ რომ დარჩეს წიგნად. იცი რა ხო, ნაწილობრივ ასეა ნამდვილად, იმიტომ რომ წიგნს აი სხვა პარამეტრებიც აქვს, რომელიც ელექტრონულ წიგნს არ აქვს. და სწორედ ამ პარამეტრების გაძლიერება მოხდა პირიქით, აი ნაბეჭ წიგნში ის რაც ელექტრონულ წიგნში ვერ გადაგაქვს, იმ ელემენტების გაძლიერება ხდება. ნამდვილად ასეა. თუმცა მე არ მგონია რომ ელექტრონულმა წიგნმა ასე ვთქვათ მოკლას ჯერჯერობით ნაბეჭდი წიგნი. ადრე თუ გვიან ეს მოხდება ისევე როგორც ვთქვათ ლურსნული ახლა თიხაზე ხო ზარწერა როცა მე წარმომიდგენია როცა ამბობდნენ რომ ვთქვათ ახლა ქაღალდზე ნაწერმა ახლა ეს თიხა როგორ უნდა შეცვალოს როცა ამ თიხას თავისი როგორი ისაა ხო და ტაქტილური მიმზიდველობა რა თქმა უნდა და ახლა ეს არაჩვეულებრივად ლამაზი იყო ეს თიხის პირფიტები ხო ასევე მე როცა გაჩნდა ნაბეჭდი წიგნი ამბობდნენ რომ ახლა როგორ შეიძლება ნაბეჭ წიგნის ისა როცა ხელნაწერს ყველაფერს თავისი ანუ ბუნებრივია რომ ეს ტექნოლოგიები ვითარდება ამიტომ რა თქმა უნდა ელექტრონული მატარებლები ძალიან შეცვლის ბევრ რამეს და ამაზეც გვექნება სხვა შორის ლაპარაკი ძალიან საინტერესო მოხსენებები გვექნება ამ თემაზე საჯარო ლექციები იქნება ბევრი იცი რა ზოგადად რო ვილაპარაკოთ ანუ მიზანი ყველაფერი ამისი არის რა ნახე რომ ეს ფესტივალი ჩაფიქრებული არის უბრალოდ აი წიგნის დღეებში ჩვენ ვაერთიანებთ ორ კომპონენტს ერთი იქნება წიგნის ბაზრობა და აქ ჩვენ ვეცდებით ისე გავაკეთოთ რომ გამომცემლებმა გამოიტანონ ყველაზე საუკეთესო საჩვენებელი რაც კი მათ აქვთ და ეს რაღაცა რაც შეიძლება კარგად დაანახონ მაყურებელს რა თქმა უნდა გაყიდვაც იყოს მაგრამ იყოს ამავე დროს აი ამ წიგნების კარგად გამოფენა პრეზენტაციები ბევრი რამ მეორე ნაწილი ეს არის ამის გარშემო ჩვენება იმისი რა შესაძლებლობები არსებობს ანუ როგორ ხო როგორი სიახლეები არსებობს ამ ბაზარზე და აი ამ კულტურული და ეკონომიკური კომპონენტის შერწყმა გვინდა ეს არის აუცილებელი იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვემზადებით ფრანკფურტისთვის ფრანკფურტში 2018 წელს ჩვენ ვიქნებით სტუმარი ქვეყანა და ეს არის სტუმარი თუ მასპინძელი სტუმარი ქვეყანა guest of honor საპატიო სტუმარი ეს არის დაახლოებით რაც ნიშნავს აი ეს ნიშნავს დაახლოებით ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას ძალიან დიდი რანგის მოვლენაა ფაქტიურად ამ დროს ფრანკფურტში ყოველთვის ჩადიან ყოველთვის ბოლო დროს რეგულარულად ჩადიან ქართული გამომცემლები 2018 წელს თქვით ხო მე მგონი 95 წლიდან 96 წელს განსაკუთრებულობა რაშია ამ შემთხვევაში სტუმარი ქვეყანა არის ქვეყანა რომელსაც ეთმობა ცალკე პავილიონი უზარმაზარი პავილიონია ცალკე რომელიც არის ფოკუსში და ცენტრში მთელი მსოფლიოს ინტერესის იმიტომ რომ ეს მსოფლიო მოვლენაა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ძალიან დიდი საერთაშორისო ფორუმია და ფაქტიურად შენი წარმოაჩენს შენი ქვეყნის კულტურულ სახეს და ამ დროს შენ აკეთებ განაცხადს ვინ ხარ ანუ ეს არის ტრიბუნა რომლიდანაც შენ შეგიძლია ილაპარაკო საკუთარ ქვეყანაზე და გამოაჩინო ის თუ შენ თვითონ როგორ ხედავ საკუთარ ადგილს მსოფლიოში ეხლა საქართველოს მსოფლიოში დღეს ადგილი აქვს როგორ არა და ჩემი აზრით დავიცი მე მგონია რომ რაღაცა თვალსაზრისით ჩვენი გადმოსახედიდან საქართველოს პატარა სოფელია ადგილი აქვს მას მსოფლიოში იცი რა აქვს მე მგონია რომ აი სწორედ იმ პოლიტიკური განვითარების ფონზე ხო რაც დღეს ხდება როდესაც ხდება ხო აი ამ გამყოფი ხაზის ვთქვათ ხო აღმოსავლურ და დასავლურ ფასეულობებს შორის ხო ან ვთქვათ საბჭოურ და ევროპულ თუ აი დასავლურ ფასეულობებს შორის აი ამ ხაზზე ეხა ხდება ძალიან სერიოზული ძაბვები ხო საქართველოს არის ზუსტად აი ამ გამყოფ ხაზზე ანუ
რა ქვია ვულკანურ ზონაში ვართ. და საქართველო ამ დროს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა რამ ხრივ, რომ ჩვენ შეგვიძლია საუბარი ძალიან ბევრი ვიღაცის ენაზე. ანუ ჩვენთვის გასაგებია, რას ამბობს ირანი, რას ამბობს თურქეთი, იმიტომ რომ დიდი ტრადიცია გვაქვს. კულტურის ენაზე ლაპარაკობთ და რა სამეთხოვო. ანუ როდესაც ირანელს ხვდები, ყოფით დონეზე ლაპარაკობ. და ის რაღაცაზე გაიხუმრებ, შენ ეს ხუმრობა გესმის, იმიტომ რომ ეს ხუმრობა ტრადიციაში გაქვს. ასევე როცა ხვდები თქვათ შუა აზიას, მათთანაც შენ გაკავშირებს რაღაცები ისტორიულად, აღარ ვლაპარაკობ არაფერს სომხეთზე და აზერბაიჯანზე. ხო? პარალელურად თქვათ, ხო, ეხლა უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობა არის პირდაპირ ასე ვთქვათ შეყარებულობა, ეხლა განსაკუთრებით გააქტიურებული. და პრინციპში ჩვენ მიმართ ესეთი სიმპათია, აი ვთქვათ ფაქტიურად ფელი აი პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველოს მიმართ ლტოლვა და მისი საქართველოს კომფორტული ქვეყანაა ყველა მათგანისთვის საურთიერთოდ. და ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია ასევე ლაპარაკი, ვინაიდან მე მართლა მჯერა რომ ჩვენ ვართ ბუნებით მიდრეკილი ევროპისკენ. შეგვიძლია ასევე ლაპარაკი მათ ენაზე ევროპელებთან, რაც მათთვის არის ძალიან ხშირად გასაკვირი და ესეთ ესეთ ეფექტი არის გაკვირვების. იმიტომ რომ ჩამოდიან ელიან სულ სხვა რამეს და ხვდებათ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მათთან ლაპარაკი თანაბარ დონეზე. და ეს უნიკალური თვისებაა საქართველოსი და მე მგონია რომ ეს თვისება უნდა გამოვიყენოთ. ოღონდ იმისთვის რომ ეს კარგად გამოვიყენოთ და რომ საქართველოს თავისი როლი შეიძინოს ამ საქმეში რა და გახდეს მნიშვნელოვანი ადგილი იმ დიალოგისთვის, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში არის აუცილებელი. ამისთვის უნდა ყველა ძალისხმევა, ყველა კომპონენტის, ანუ ეს არის მთავრობის სამინისტროს კულტურული პოლიტიკის, ხო, განათლების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ხო, იქ ტურიზმის, ვთქვათ, ხო, ინფრასტრუქტურის ყველა მათგანისთვის ეს მოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფაქტიურად შენახდნენ ქვეყნის პოზიციონირებას. ფრანკფურტზე ლაპარაკობთ შევახსენებთ მაყურებელს. ამავე დროს ასევე, ხო, ამაში მონაწილეობენ გამომცემლები, რომლებიც მუშაობენ ერთი მხრივ ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ ეს ადგილობრივი ბაზარი ძალიან პატარაა. 3.5 ის არის, ხო, მილიონი მოსახლე. აქედან ყიდველი რამდენია? ხო. ამდენად ხო, ამ ბაზარზე რა თქმა უნდა საჭიროა მუშაობა და საჭიროა ამ ბაზრის სტიმულირება, განვითარება და ახალი რაღაცების შეთავაზება სულ. ხო? გამომცემლები ცალკე. კიდევ არსებობს ცალკე წიგნთან დაკავშირებული უამრავი, არსებობს ბიბლიოთეკები, არსებობს სკოლები, არსებობს უმაღლესი სასწავლებლები, ხო? ბევრი ძალიან სუბიექტი, რომელიც ამ პროცესში, ხო, ამავე დროს არსებობენ თვითონ შემოქმედები. ესენი არიან მწერლები, ესენი არიან პუბლიცისტები, მხატვრები, რედაქტორები, ანუ ხალხი, ვინც თვითონ ქმნის ამ შინაარსს, ხო? აი ეს ყველა თუ არ ჩაერთო რაღაცნაირად ერთიან პროცესში და რაღაც ერთი სისტემა არ შეიქმნა, ხო? ისე ვებს ვერ მივახცევთ. ამავე დროს ეს სისტემა ეხლავე დღესვე უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება იყოს ჩართული საერთაშორისო კონტექსტში. ანუ ქართველ ავტორებს უნდა ქონდეთ ურთიერთობა უცხოელ გამომცემლებთან, თქვათ, ქართველ გამომცემლებს უნდა ქონდეთ ურთიერთობა უცხოელ რედაქტორებთან. ეს აქვს კიდეც, ხო? თუ ითარგმნება რამე საქართველოში და გამოდის, ასეთი ურთიერთობების გარეშე. რა თქმა უნდა, ასეთი მოდი გამოფენას დავუბრუნდეთ, მაინც ფესტივალს უფრო სწორედ. შელაპარაკობდი ფოტოწიგნებზე. ეს კიდევ ერთი ახალი შესიტყვება არის. მე ვახსენე ალბომები, ჩვენ გვინდა ხავს ფოტოალბომები, ეხლაც გამოდის, ყოველთვის გამოდიოდა პრინციპში. ფოტოალბომები, მაგრამ ფოტოწიგნი რაღაცა სხვა არის. ეხლა თქვათ რა არის ეს სხვა. და ვიდრე ამ სხვას ვიტყვით რა არის, და თქვენ ვიტყვით ამას. მინდა გაგიზიაროთ, ჩემი აზრით რა არის ამ გამოფენის აი მთავარი რაც გამოწვევა თუ ამოცანა. გამოწვევა ალბათ მაინც უფრო მათთვის ვინც მართავს მას, ანუ თქვენთვის იქ მოანწილე ადამიანებისთვის. როგორც ჩანს, ეს არის უბიძგო ადამიანებს, მოქალაქეებს, ვინც იქ მოვა, კი არ შეცვალონ, არამედ შეიმატონ ახლებური აღქმის უნარი მათთვის ძალიან ტრადიციული პროდუქციის წიგნის. ხო. სრულიად ზუსტია, კი. მე ცოტა მაფიქრებს
ჩვენი კონსერვატიზმი გინდა ეს იყოს სტერეოტიპული შეხედულება ქართულ კულტურაზე, გინდა ანუ სტერეოტიპი შეიძლება მცდარიც იყოს და სწორიც ხო, უბრალოდ გავრცელებული შეხედულება. ხო და აი ამ გამოწვევას ახლა რო კითხოთ როგორ დაძლევთ, არ გამოვა მაგის კითხვა. მაგრამ მაინც საინტერესოა, აი როგორ შეიძლება უბიძგო ადამიანს, როგორ შეიძლება აღძრა მასში იმ ინტერესზე მეტი, ვიდრე ეს არის უბრალოდ თვალის შევლება, უირაკაიან და წასვლა. რა კვალი გინდათ რომ დაატყოთ ადამიანებს ამ გამოფენის მოწყობის, გამოფენების და ამ ფესტივალის მოწყობის შემდეგ. იცი რა დათო, მე არ ველი ხარ რომ ქართული მოსახლეობა უცებ ამ ერთი ღონისძიების შედეგად მომენტალურად გადაიქცევა, ასე ვთქვათ, ამის მანიაკად. რა თქმა უნდა ეს არ მოხდება. ხო, მაგრამ იცი როგორი რაღაცა არის, აი, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდება წარმოდგენა სხვადასხვა რაღაცეების არსებობის შესახებ. ხო, მაგალითად, ფოტო წიგნი, ასე ვთქვათ, როგორც ასეთი საქართველოში საერთოდ არავინ არ იცის, რომ ეგეთი რამე არსებობს. მეც გავიგე ძალიან ცოტა ხნის წინ. ხო? ეხლა უბრალოდ სიტყვიერად აღწეროთ. კი, მე კი ნახავ, ვინც დაინტერესდება ის ნახავს როგორია. აი როგორია. მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, აი როგორი რაღაცაა, იცი, მაგალითად, ხო? აი თუ რა ვიღოთ ალკოჰოლური სასმელები. საქართველოში იყო ცნობილი, არსებობს არაყი, არსებობს კონიაკი, ვთქვათ, ღვინო, შამპანური და ლუდი. რაღაცა მომენტში უცებ საქართველოში აი ვიღაცა ადამიანმა აიღო და გახსნა ლუდის მაღაზია. სადაც იყო არა მხოლოდ ვთქვათ აი ცნობილი რაღაც სამი ცალი ბრენდი, ჰაინეკენი და ესე რა ქვია, ვთქვათ. არამედ შემოიტანა ეგზოტიკური ლუდები, ბელგიური, ვთქვათ, ხო? რომელიც თავისთავად არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო და ბევრნაირი. ამ ლუდის მაღაზიაში შეეხეტა ვიღაცა, ხედავს რომ ეხა ეს ოდნავ ძვირია ვიდრე ის რასაც სხვაგან იყიდის, მაგრამ დააინტერესა და გასინჯა და აღმოჩნდა რომ ბიჭო გემრიელია. ეხა ამ ერთმა მაღაზიამ იარსება რაღაც ხანი და იმდენად კარგად იმუშავა რომ უცებ ჰოპ გაიხსნა ერთი ფილიალი, მეორე ფილიალი, მესამე ფილიალი, ეხლა 4 თუ 5 ფილიალი აქვს. სადაც ის ხალხი, ვინც ამით დაინტერესდა და აი მოუნდა საინტერესო ლუდების გასინჯვა, აიღო და გასინჯა. ასევე მე მახსოვს, როცა გაიხსნა, თქვა, პირველი ჩინური რესტორანი საქართველოში, პიკასო თუ გახსოვს. როგორ არ მახსოვს. ხო? ძალიან ეგზოტიკური რაღაცა იყო და ეხა ქართველები შედიოდნენ იქ იძახდნენ და როგორ პური არ მოაქვთ და ეგ რა არის და ეხა უფუროთ როგორ შეიძლება, ხო? ამასობაში გაჩნდა მოდა ამაზე ნელ-ნელა და გაჩნდნენ გურმანები, ვინც დაინტერესდნენ ჩინური სამზარეულოთ. ხო, მაგრამ სხვა არის პირის გემო და სხვა არის აი ეს ესთეტიკა, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. მე ვერ ვხედავდი მას, ხო, არა არის განსხვავება. ანუ ფაქტიურად ეს არის იგივეა რა, როდესაც შენ ადამიანს რაღაც ძალიან გემრიელს თავაზობ, ვიღაცა გასინჯავს. ეს ვიღაცა რო გასინჯავს, მე შეიძლება მეგობარიც დაპატიჟოს იმაზე. რო დაპატიჟავს, მე ნელ-ნელა აი ეს სურვილი ამ ყველაფრის ნახვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფართე ფენა კულტურული ღირებულების თუ აი რაღაც რა ქვია სიამოვნების რა, რომელიც ჩვენთან უბრალოდ არ შემოდის. ვიღაცამ უნდა გარისკოს. უნდა გარისკოს და ეს გააკეთოს. გამოცემლობებისთვის გარისკო არის ძალიან ძნელი. იმიტომ რომ გამოცემლობა არის ისეთი ბიზნესი, სადაც ისევე როგორც ყველა ბიზნესი შენ იძულებული ხარ ძალიან ზუსტად თვალო. და შენ ცდილობ რომ ისეთი რაღაცები გამოსცე, სადაც გარკვეული თქვენ იყავით გამოცემელი და საერთოდ ჩვენი საგამოცემლო საქმის დაბადება გავს რაღაცა დიდ აფეთქებას, ხო? იყო ერთი გამოცემა, რომელიც აფეთქდა და წამოვიდა ბევრი სხვა გამოცემელი. ხო, ნუ აი ვიყავით მე, ბაკურ სულაკაური, გია ქარჩხაძე და თამრიკო ლებანიძე. თამრიკო ლებანიძე დიოგენეში დარჩა, ბაკურმა გააკეთა ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა, ქარჩხაძემ გააკეთა ქარჩხაძის გამოცემლობა. მე კიდევ ნუ წამოვედი აქედან და გავაკეთე ეს წიგნის ხელოვნების ცენტრი. რისკის გარეშე ეს საქმე მაგრამ აი მაგალითად თქვენ კი ამბობთ რომ ეს არის ფრთხილობენ, მაგრამ თუ გავიხსენებთ მაგალითად 90-იან წლების შუახანების პირველ წიგნს, რომლის გამოცემაც რისკი იყო, ეს იყო ქართულ-ინგლისური სწორედ ილუსტრირებული ლექსიკონი. რომელიც გამოიცა ესეთ ვაკუუმში, ხო? კაცმა არ იცის ის გაიყიდებოდა თუ არა და გაიყიდა მაგრად და აღმოჩნდა რომ ეხლა თქვენ სასარგებლოდ ვლაპარაკობ ამას, რომ გარკვეული ახალი ესთეტიკა იმ შემთხვევაში ამართლებდა
გაიყიდა და ნელ-ნელა დაიწყო წიგნმა უბრალოდ თვალმა შეჩვევა ისეთი წიგნისთვის, რაც უკვე ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად შეიძლება ეწოდოს ტრადიციულ წიგნად, ანუ ჩვეულებრივი ილუსტრირებული წიგნი. ეხლა თქვენ გადიხართ რაღაც ახალ ფაზაზე. მართალია ლაპარაკი არ არის იმდენად გამოცემებზე, რამდენად ჩვენებაზე, რომ აი ესეთი შესაძლებლობები არსებობს, ხო? და მე მსმენელად მოველი ამას დიდი ინტერესით, იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს არის გამოწვევა ჩვენი, ასე ვთქვათ, იმისთვის თუ რამდენად ზათვალ გადავხალისდეთ და კიდე რაღაც ახლა ჩემი ამას აი მაინდა-მაინც ესე როგორც გამოწვევას არ უყურებ. უყურებ როგორც შეთავაზებას საინტერესო ლამაზი ფოტოწიგნები რაღაცების. ეხლა მე მგონია რომ ამას ძალიან მალე გამოუჩნდება მუშტარი. ეხლა ჩვენი პროექტი არაკომერციული. ამდენად ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ანუ ჩვენი ორგანიზაცია არის არაკომერციული ორგანიზაცია. ამიტომ ჩვენ ვინაიდან არ მოველით აქედან შემოსავალს, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლება მივცეთ, რომ აი ფუფუნებაზე რო ლაპარაკობდი, აი ეს ფუფუნების უფლება მივცეთ, სწორედ რომ ძალიან მაგარი რაღაცები ვაჩვენოთ რა. ანუ ამ გამოფენაზე მეორე ხარისხის არაფერი არ იქნება. ყველაფერი იქნება აი იმ უმაღლესი ხარისხის, რაც მსოფლიოში დღეს არსებობს. ოთარ, არც თუ იშვიათად, როდესაც ახალი პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ფენომენი ჩნდება ხოლმე საქართველოში, აქ ვიწყებთ ძებნას რა გქონდა ჩვენ ბოლშევიკურ წვეტამდე. ისეთი, რაც თავის დროზე გვაყენებდა იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მხარდამხარ. ამ შემთხვევაში ვთქვათ, ლაპარაკობთ ილუსტრაციებზე, რაც თავისთავად ვერ იტყვი რომ ახალი ხილია, იმიტომ რომ მართლა შუა საუკუნეების პერიოდიდან ასურათებდა წიგნს, მაგრამ ფანტასტიკურია. ლაპარაკია ბეჟტური პროდუქციის ილუსტრაციებზე. ამ ხრივ რა გვაქვს ისტორიაში? იცი რა, კულტურაში. რაღაცა, იცი როგორი რაღაცეები ხდება და თუ არის. რა გამოფენა იქნება ამ ხრივ კიდე? იქნება. ანუ ბეჭდურ წიგნს რაც შეეხება ადრინდელ ქართულ წიგნებში? არა, ძალიან ადრინდელი არა. ერთი გამოფენა გვექნება, ეს არის ფუტურისტული წიგნები. აი, ფუტურისტმიც იყო ერთ-ერთი ესეთი აი რაღაც აფეთქება, რომელიც საქართველოში მოხდა ბევრი სხვადასხვა კულტურის გავლენისა და შერწყმის შედეგად. საერთოდ საქართველოში როცა აი ხდება აყვავება კულტურის, ხდება იმის შედეგად, ხო, რომ ეხლა საქართველოს თავისი მოსახლეობის რაოდენობით არა აქვს ის რესურსი, რომ კულტურულად საინტერესო რამე თავის სივრცეში შექმნას. მაგრამ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პლუსი მისი მდებარეობა, რომელზეც გავლენას ახდენს ძალიან საინტერესო ნაზავი სხვადასხვა კულტურებიდან გარედან შემომდინარე. და ქართველებს გვაქვს ეს უნარი, რომ ესენი რაღაცნაირად მივცეთ საშუალება ამ რაღაცეებს განვითარების. და ეს თქვათ ფუტურიზმი, რომელიც საქართველოში მოხდა, ერთ-ერთი მაგალითი არის, ჩემთვის სწორედ ამისი. და აი იქნება, ზდანევიჩის, მელნიკოვას წიგნები იქნება, პატარა ექსპოზიცია იქნება ამისი, მაგრამ ძალიან საინტერესო. ამასაც ესეც იქნება აი ამ ანუ ორი დარბაზი გვექნება. ერთი იქნება მიზუნილი თანამედროვე საბავშვო ილუსტრაციისადმი, მეორე დარბაზი იქნება, სადაც იქნება უფრო სახელოვნებო ნაწილი. ეს არის აი სწორედ ეს ექსპერიმენტული წიგნი, ეს არის ფოტოწიგნები, დაუბრუნდები ამ თემას. ეს არის ასევე ხელნაკეთი ხელით ნაბეჭდი, სერიგრაფიის ტექნიკით ნაბეჭდი წიგნები, სრულიად ფანტასტიკური. ანუ ეს არის ასევე არის მცირე ტირაჟებისთვის განკუთვნილი ძალიან დიდარი შესაძლებლობების მქონე ტექნიკა, სერიგრაფია. მოდი განმარტოთ უფრო ვრცლად. სერიგრაფია არის როგორი რაღაცა, იცი, ის რასაც ჩვენთან ეძახიან, ანუ აი იცი რა არის, აი მაისურებზე რო ბეჭდავენ, ჭიქებზე რო ბეჭდავენ. ანუ ეს არის ფაქტობრივად ნებისმიერ ზედაპირზე გააქვს ბადე, იმისი აბრეშუმის, რომელიც არის დაფარული ემულსიით და ეს ანუ ზოგ ადგილას ამ ბადის ფოზოები არის დახშული და ზოგ ადგილას ატარებს საღებავს. აი ეს ბადე ედება პირდაპირ ფურცელს, ამაზე გადაატარებს ეს იმას, რა ქვია, საღებავს და იქ სადაც გაატარებს ეს ბადე, იქ გადის და იბეჭდება. სადაც არ გაატარებ, არ გადის და არ იბეჭდება და ამით შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი ვიზუალური ეფექტის მიღება.
და ეს წიგნების ტირაჟები აქ არის, როგორ იცი, თქვა 20 ცალი შეგიძლია დაბეჭდ, 50, 100, 200-იც. მეტიც შეიძლება, მაგრამ იმის იქით აღარ მიდიან. ანუ ფაქტიურად ეს არის უნიკატები, ანუ არის ხელოვნების იშვიათი უნიკალური ეგზემპლარები. ხელოვნების ნაწარმოებებია ესენი. რომლებიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან იაფი, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან ზვირიც. გააჩნია ბევრ ფაქტორს. და ეს არის ერთ-ერთი მედიუმი, რომელსაც ძალიან ინტენსიურად იყენებენ მხატვრები მთელ მსოფლიოში. საქართველოში ეს მიმართულება, სერიგრაფიით კეთება წიგნების არ არსებობს. ჩვენ ახლა გავაკეთებთ ამას სერიგრაფიის სახელოსნოს გავხსნით და დავიწყებთ ამ წიგნების ბეჭდვას. პირველი წიგნი დაიბეჭდება თვითონ ფესტივალის დროს. მოვიწვევთ ახალგაზრდა მხატვრებს, ქართველებს. გვეყოლება მაყურებლები შეიძლება დაესწრონ ცოცხალი პროცესი ნახონ ამის. არა მგონია, მე მგონია რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ live streaming-ს გავაკეთებთ, რა კი ესეთი მოთხოვნა გაჩნდა. იმიტომ რომ იქ იქნება ცხადია გიჟური მუშა პროცესი, გვეყოლება ორი ძალიან მაგარი მხატვარი, ერთი შვედი და ერთი ფრანგი, რომლებსაც სახელოსნო აქვთ ბერლინში. ისინი ჩამოდიან, ისინი გვიწყობენ ამ სახელოსნოს, გვასწავლიან ტექნოლოგიას, ყველა დეტალს. და შემდეგ ახალგაზრდა მხატვრებს მოვიწვევთ და ყველანი ერთად ერთ წიგნს გააკეთებენ. ეს წიგნი იქნება ტირაჟირებული, თითოეულ მონაწილეს დარჩება რაღაც რაოდენობა ამ ეგზემპლარების. გაყიდვით, არ ამგონია რომ გავყიდოთ, ეს იქნება. მერე იქნება ეს უკრაინული ფოტო ალტერნატივა, რომელიც ძალიან ძლიერი ჯგუფია, რომლებიც თვითონ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ აიო ჩვენო ისე მოგწონს თქვენ რასაც აკეთებთო, ჩვენ მართალიაო ძალიან პატარა ჯგუფი ყავს ფოტოგრაფებისო, სულ 130 წევრი ყავსო და მე არაფერი არ ვუთხარი. აი ეს 130 წევრი, მათი ფოტოწიგნების გამოფენა იქნება, ძალიან საინტერესო. იქნება ეს ფუტურისტული წიგნების გამოფენა. იქნება კიდევ აი ახალი, ხა აი ფოტოწიგნებზე ხა დავბრუნდები. როგორ აღმოვაჩინეთ ეს ფოტოწიგნები საერთოდ ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი რით არის ეს ფოტოალბომი მოდი ვთქვა ერთ-ერთი ჩემი სტუდენტი ჩავიდა ბერლინში და ეხა მუშაობს პრაქტიკანტად სწორედ აი ამ ექსპერიმენტული წიგნების მაღაზიაში და იქ სწავლობს ამას და აღწერას აკეთებს ამ წიგნების და ძალიან წინ მიდის ეხა უკვე ისეთ რაღაცებს მიყვება რომელიც მე აღარ მესმის და მირეკავს რომ კრელში ვნახეო ფოტოწიგნის მუზეუმი სულ ახალი გახსნილია უზარმაზარი მუზეუმია ძალიან მაგარი და იქ რომელიც არის მიძღვნილი ფოტოწიგნის მიმართ. ფოტოწიგნი არის სრულიად სხვა ჟანრი ვიდრე ფოტოალბომი. ფოტოალბომში ასე ვთქვათ, ფოტოალბომი არის ცალკეული ღირებულ ფოტოთა კრებული, რომელშიც შეკრებილი არის ბევრი ნამუშევარი ფოტოგრაფის. თითო ფოტო არის მისი ნამუშევარი. ანუ ფოტოალბომში ნამუშევარი არის ერთი ფოტო. თითოეული ცალ-ცალკე. ხოლო ფოტოწიგნი თავად არის ნამუშევარი მთლიანი. ისევე როგორც ფილმი, ისევე უბრუნდები. თითოეულ ფოტოს ღირებულება არა აქვს? ნუ იმ ხელა ღირებულება არა აქვს ამ ხელის ფოტოალბომში. იცი რა, აი ისეთივე ღირებულება აქვს, როგორც ვთქვათ, ერთ კადრს არა, ერთ კადრს კინოფილმში. ხო, აი, კარგი კინოფილმი როცა არის. ერთ თხრობა ფოტოების მეშვეობები? ეს არის კი, ნებისმიერი წიგნი არის თხრობა. ნებისმიერი წიგნი სხვანაირად არა წიგნის გამარტება ეგ არის. ამბავია. ამ ამბავს შენ ტექსტით მოყვები, გამოსახულებით მოყვები თუ სხვა რამით მოყვები, ყველა შემთხვევაში ეს ასეა. გამოდის რომ ნუ ეს შეიძლება იყოს ფოტორეპორტაჟიც მაშინ. არა. არა, იცი როგორ არის? აი ზუსტად ისე არის, როგორც შე გაგონილს ერთხელ ნახე ჯობს. ზუსტად ისეა როგორც ფილმი. აი წარმოიდგინე ფილმს რო უყურებ, ხო? ფილმი რა არის? არის კადრების მიმდევრობა. ხო? ეხა ზოგ ფილმში ტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, დიალოგს, ხო, თქვათ იმას. ზოგ ფილმში მნიშვნელობა აქვს, თქვათ, განწყობების, ხო, მუქის და ღიას თამაშს, დინამიური და სტატიკური კადრების თამაშს, ხო, ესთეტიკას. ზოგ ფილმში მნიშვნელობა აქვს, თქვათ, suspense, რასაც ქვია, ხო, იმის ქვია, დაძაბულობების იმას, ხო, თქვათ, რა ვიცი, სხვადასხვა ფილმი არსებობს, ჰორორების ფილმებში, ხო, თქვათ, იქაც არსებობს დრამატურგიები და რაღაცები, ხო? ძალიან მრავალფეროვანი, აი, რამდენნაირი ფილმი არსებობს, ხო, დაწყებული მელოდრამიდან და დამთავრებული ბლოკბასტერით, ხო, და შუაში კიდე არტ-ჰაუს ფილმებით, აი, იმდენნაირიც შეიძლება იყოს ფოტოწიგნიც. ანუ ფაქტიურად ეს არის
ფოტოების და კიდე სხვა ელემენტების, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ელემენტებიც იყოს, შეიძლება ტექსტიც იყოს შიგნით, შეიძლება გრაფიკული რაღაცა ნაწილები იყოს შიგნით. შეიძლება იყოს ამ ფოტოწიგნში ასევე ჩასმული სხვადასხვა რაღაცები, მაგალითად შეიძლება ერთი ფურცელი ჩასვა, რომელიც იქნება სარკე. და რომელსაც თქვა შეხედავ და ის აირეკლავს თქვა მოპირდაპირე ხო გვერდს და აი ეს ანარეკლი ცალკე რაღაცა ნიშნულობის ანუ ფაქტიურად ესენი არის აი რა ვიცი როგორ ახსნი ფილმი რისგან შედგება რა რისგან შეადგენ იმისგან შედგება რა ხო დიდი მადლობა უნდა დავიცადოთ ნოემბრის ბოლო 4 დღემდე როცა ეს ფესტივალი დაიკავებს თბილისში დიდუბაში საგამოფენო სივრცეს. ოთარ დიდი მადლობა ამოიწურა. დიდი მადლობა. არ ვიცი თქვენ უკმარობის ხსნობა დაგჭერთ თუ არა? მე არ ჩემია. არც მე არ დამრჩა პირიქით. დიდი მადლობა თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი ოთარ ყარალაშვილი იყო ჩვენი სტუმარი დღეს ამოების ბაზარი ამით დასრულდა. მომავალ სამშაბათამდე. მადლობა თქვენ ნახვამდის. დიდი მადლობა.